აფხაზეთის კონფლიქტი და მის ირგვლივ შექმნილი ვითარება, ჟენევის მოლაპარაკებების ასპექტები, ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა. ეს ის თემებია, რომელზეც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც საზოგადოების პრეზიდენტი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის პროფესორი დოქტორი თომას შირმახერი ხელმძღვანელობდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პირველმა პირებმა სტუმრებს სრული ინფორმაცია მიაწოდეს აფხაზეთის პრობლემის შესახებ. ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით კონფლიქტის ზონაში შეზღუდულია ეთნიკური ქართველების ყველა ის უფლება, რომელიც საერთაშორისო ნორმებითაა დეკლარირებული. მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის ფორმატის მნიშვნელობას და მისი გაგრძელების აუცილებლობას. თუმცა გერმანელ უფლებადამცველთან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ჟენევაში მრავალგზის შეხვედრების მიუხედავად საკვანძო საკითხებში წინსვლა არ შეიმჩნევა. ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთში კულტურული ძეგლების ურთულესი მდგომარეობაც გააცნო შეხვედრის მონაწილეებს და ამ კუთხით კომპეტენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფაქტებზეც ისაუბრა. თომას შირმახერთან შეხვედრაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არაერთი მაგალითი დაასახელა. განსაკუთრებულად აღნიშნა აფხაზეთში ქართული ეკლესიის მიმართ ანტიქართულად განწყობილი ძალების ქმედება, რომელიც აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან გამოყოფის საშიშროებად მიიჩნია. თავის მხრივ თომას შირმახერმა მსოფლიოში არსებული კონფლიქტები განიხილა. მან რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ამხილა უკრაინასა და სირიაშიც. მისი აზრით ამ ქვეყნების პრობლემები მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და ამ კუთხით ქართულ მხარესაც მუშაობის გააქტიურება ურჩია. გერმანელმა უფლებადამცველმა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერა აღუთქვა და რეკომენდაციებიც მისცა. ძალიან თბილი შეხვედრა შედგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მივიღეს საინტერესო, სერიოზული და ემოციური ინფორმაცია აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე. მათ შორის პასუხები იმ კითხვებზეც, რომელზეც მე ხელი არ მიმიწვდებოდა. მოხარული ვიქნები თუ შევძლებ გავუწიო დახმარება ქართულ მხარეს. მე ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია რეგულარულად გასცე ინფორმაცია ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. დღევანდელი მსოფლიო თუ არ ფლობს ინფორმაციას ამ ფაქტებზე და შესაბამის მასალას, ვერც მედიის და ვერც პოლიტიკოსების ყურადღებას მიიმყრობთ. მნიშვნელოვანია გაგაჩნდეთ არგუმენტი, რათა უპასუხოთ წამოჭრილ კითხვებს. ამიტომაც აუცილებელია აღნუსხოთ ყველაფერი და თარგმნოთ მსოფლიო ძირითად ენებზე, რათა ყველასათვის გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს. რუსეთი ბევრგან ნეგატიურ როლს თამაშობს, ავიღოთ სირია, უკრაინა და ასე შემდეგ. ამიტომაც მნიშვნელოვანია მსოფლიო მიცოდეს, რომ თქვენ გაქვთ მსგავსი პრობლემები. საქართველოში არსებული კონფლიქტებიც მწვავედ უნდა განიხილებოდეს საერთაშორისო დონეზე, როგორც სირიისა და უკრაინის შემთხვევაშია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს კონფლიქტის ზონაში ქართველთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემატიური ანგარიშების პრაქტიკაც გააცნეს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგულარულად ეგზავნება. ერთ-ერთი სერიოზული ავტორიტეტული ორგანიზაციის ჩამობრძანება საქართველოში, რომელიც ძირითადად არის ორიენტირებული ადამიანის უფლებათა დაცვის პრობლემებზე, მათ შორის კონფლიქტურ ტერიტორიებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და არა მარტო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, არამედ ჩვენმა სტუმარმა ჩვენ მოგცა ძალიან სერიოზული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ჩვენ გავააქტიუროთ თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვს გავლენის ბერკეტები ყველა იმ მხარეზე, რომელიც მონაწილეობს კონფლიქტის მოგვარებაში. და მე მადლობა მინდა მოვახსენო პირველ რიგში იმ ბატონებს, რომელმაც დღეს ეს შეხვედრა მოგვიწვეს და მცდობლივია, რომ ჩვენ აღმოუჩნდით ძალიან მცირე რიცხვში, რომელთანაც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ატარებენ შეხვედრას. ბევრი არის ჩვენზე დამოკიდებული და მოსმენილი ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ შესაძლებლობა არის, რომ ჩვენ რაც გავლენა მოვახდინოთ იმ პრობლემებზე, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვა ქვია და განსაკუთრებულად აფხაზეთის ტერიტორიაზე. როცა ჩვენ ვთხოვეთ მას მხარდაჭერა იგივე ჟენევის პროცესის ფორმატში, მან ეს ძალიან კარგად აღვიქვა და თვითონ გერმანელია და ამიტომ შეიძლება ამ ხრივად ძალიან კმედითი აღმოჩნდეს მისი რეკომენდაციები და მხარდაჭერა ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ამისთან ადამიანთან შეხვედრა აუცილებელი და სასარგებლოა, იმიტომ რომ გავიგეთ ბევრი ნიუანსი,
რომელიც ალბათ გამოსაყენებელი იქნება შემდგომ ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, თქვა იგივე აფხაზეთის ტერიტორიაზე. შევთავაზეთ ინფორმაციის ესე იგი გაცვლა, რაც მას ძალიან მოეწონა და არ გააჩნდა. ასევე პირიქითაც ესე იგი შემოგთავაზეს ურთიერთობა, თანამშრომლობა. ჩვენ დავაყენებთ ისეთ საკითხებს, როგორც არის ქართული ენის სწავლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანთა უფლებების დაცვა, თქვა გადაადგილების კუთხით, ქონებრებს და ასე შემდგომ. ეს ძალიან გავლენიანი ორგანიზაციაა, ის რელიგიური კუთხითაც ესე იგი მოშეობენ და მოქმედები იციან, იცავენ რელიგიის თავისუფლებას და დავაყენეთ საკითხი, აი იმის თაობაზე, რომ მიდის, როგორც იტყვიან, ბრძოლა აფხაზეთის ეპარქიის ქართული ეკლესიიდან გამოყოფაზე. და ვთხოვეთ მას მხარდაჭერა ამ საკითხში, რომ ეს არ მოხდეს. მან თქვა, რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან რთული საკითხია, მაგრამ აუცილებელია მხარდაჭერა ჩვენი ამ კუთხით, იმიტომ რომ არ შეიძლება დღეს დაიყოს საქართველოს სულიერად. ვფიქრობ, რომ ესეთი შეხვედრები წინათ რომ მომხდარიყო, შეიძლება ბევრი საკითხი ცოტა უფრო წვავედამდგარიყო ჩვენი მხრიდან, უფრო მეტი შედეგი მოგცემოდა. ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა პროფესორებმა თომას შირმახერმა და ჰანს იოახიმ ჰანმა საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართეს თემაზე ახალგაზრდა თაობის აღზრდა და ადამიანის უფლებები.